საკონსტიტუციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ყოფილი სახელისუფლებო პარტია ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. არგუმენტად კი საგამოძიებო კომისიის მხრიდან პარტიების უფლებების შეზღუდვას ასახელებდა. სარჩელის განსახილველად არ დაშვების მიზეზებზე საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ არ გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს სადავო აქტების, ასევე საქართველოს პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, სარჩელი არსებით განსახილველად ვერ იქნება მიღებული. რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ სამართლებრივი დავა სასამართლოში, რომლის დამოუკიდებლობასაც სარჩელის შეტანამდე და შემდეგაც ეჭქვეშ აყენებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ რეაქციებს თამარ ციკლაური გაგვაცნობს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. თამარ. ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები და განცხადებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მაგალითად, უკმაყოფილოა თავად სარჩელის ავტორი ნაციონალური მოძრაობამ და პარტიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა. სადაც წერენ, რომ მათი სარჩელის წარმოებაში არ მიღება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი, რითიც როგორც პარტია ირწმუნება, საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ წაახალისა ქართული ოცნების მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელ პარტია ამავე განცხადებაში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მათ სარჩელზე ზეპირი განხილვის გარეშე მსჯელობა და მოითხოვენ, რომ პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე მოხდეს. ანუ ამ შემთხვევაში ისინი გულისხმობენ და საუბარია ქართული ოცნების მიერ წარდგენილ სარჩელზე კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის თაობაზე. გარდა ამისა, დღეს ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ ისიც, რომ სამართლებრივ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ და ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი იყო უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი. გარდა ამისა, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ საუბრობს იმ მთავარ მოტივებზე, რის გამოც ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებებისთვის შემავალი პარტიებისა და ლელო ძლიერი საქართველოს არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის თაობაზე. სამწუხაროდ ივანიშვილმა შეძლო და ყველა ინსტიტუცია მიიტაცა, სასამართლოში ტოს ყველა ნაწილი მიიტაცა, თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა კეთდება განცხადებები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ზოგადად რა თქმა უნდა დაუშვებელი არის ის, რომ პოლიტიკური პარტიები ესე აკრძალო, მით უმეტეს, როდესაც პრეტენზია გაქვს ბჭყალებში თეორიულ დონეზე მაინც პლურალიზმზე და პოლიტიკური კონკურენციაზე ქვეყანაში. ჩვენ ვაპირებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, იქნება სამართლებრივი ბრძოლა, მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუციებსაც გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში, რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე, რა თქმა უნდა, ზეპირი განხილვა უნდა იყოს, ჩვენ ამას მოვითხოვთ და საჯარო განხილვა თუ შედგება თუნდაც ივანიშვილის აი ამ სარჩელის საფუძველზე. მათ რო დიდი მხარდაჭერა ჰქონდეთ და ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოების მხარდაჭერის ჩვენთან მიმართებაში არ ეშინოდეთ, რა თქმა უნდა აკრძალვაზეც არ წავიდოდნენ. ეს ხო 2x2-4-ია. და ყველას ხო ესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დავალებით და არა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. მით უმეტეს, რომ ეუთოს მოსკოვის პროცესმაც, მოსკოვის მექანიზმმაც ძალიან ცალსახად და მკაფიოდ თქვა, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს არის სრულად დაუშვებელი და ნებისმიერ დემოკრატიულ ნორმას ეს ცდება. მაშინ, როდესაც სამართლებრივად აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, როდესაც არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ არათუ განხილული იყოს და დაკმაყოფილებული იყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის შესაბამისი პოზიცია, არამედ უბრალოდ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რომ დასაშვებად იყოს ცნობილი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხალხს უსვამს ეს ყველაფერი, რომ ეს პირები არიან უბრალოდ მავნებლები, წარმოდგენა არ აქვს საკანონმდებლო ჩარჩოზე და უნდათ, რომ ყველანაირად ყველაფერი მათზე იყოს მორგებული და რატომაც შესაძლებელია დავებოდათ სასამართლოს თომის ჩატარება, რომ კიდევ ერთ ტრიბუნა ჰქონოდათ იმისათვის, რომ რამენაირად საზოგადოებისთვის თვალებში ნაცარი შეეყარათ. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად არგუმენტირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ ერთხელ ჩაიფუშა და ჩაფლავდა ნაცმოძრაობის ბრძოლა კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ამავდროულად საკუთარი დანაშაულების დაფარვის მცდელობა. ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ბრძოლას და არახელის გადაკრეხვის პრინციპს, როგორც ეს
იყო ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი. პირიქით, ქართული ხალხის სახელით სამართლებრივად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ აი ეს მავნებლები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ველს. იმდენად აბსურდული წესით გააკეთეს ეს და იმდენად არა სამართლებრივი წესით გააკეთეს ეს და იმდენად პიარისთვის გააკეთეს ეს, რომელიც მოსალოდნელიც იყო. ამიტომ თავის იურისტებს და თავის თავს დააბრალონ, როდესაც ასეთი იურიდიულად გაუმართლებელ მოთხოვნებს აყენებენ სასამართლოების წინაშე. არ იყო დასაბუთებული, არ იყო მითითებული შესაბამისი ნორმები, რომელსაც შეიძლება ეს შეწინააღმდეგებოდა და ეხლა მათი განცხადება ნახეთ ნაციონალური მოძრაობის. წერია რაღაცა სამართლებრივი საფუძვლები ისეთი ხელშესახები არ არის. ნახეთ რა ფრაზებია გამოყენებული ეგრეთ წოდებულმა უკანონო პარლამენტმა, უკანონოდ შექმნილი წულუკიანის კომისია. ეხლა რას ფიქრობთ, ეხლა რაც თუნდაც ეს ორი ფრაზა ვახსენე, ეს წონადი არგუმენტია სასამართლოსთვის? შენ რაღაც პოლიტიკურად რაღაცები მიგაჩნია სასამართლოში მიდიხარ, რას სამტკიცებ, რომ საქართველოს პარლამენტი არ არსებობს? მარო კომისია შექმნა კონსტიტუციის და კანონის დადგენილი წესით ეს არ არსებობს და საერთოდ არაფერი არ არსებობს. ის რომ მათი მოთხოვნა ცილდება საკონსტიტუციო მსჯელობის საგანს და ეს არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ობიექტს, ეს თემა იცის პირველი და მეორე კურსის სტუდენტმა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, რისი ნაციონალური მოძრაობა თუ კი არ შეეცადა საკითხის სათავისოდ გამოყენება. აქ მოცემულობა დგას სხვაგვარად, რეალურად ეს არის ის ნახევრად კრიმინალური ძალა, რომელმაც 2012 წლამდე სადისტური რეჟიმით უბედურებაში ჩააგდო საკუთარი ქვეყანა და ხალხი, ხოლო 2012 წლის შემდგომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნის პროგრესი შეფერხებულიყო. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მთელი კასკადი არზა არის წარმოდგენილი სწორედ იმ სარჩელში, რომელიც იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული განსახილველად უმრავლესობის ინიციირებულ სარჩელს გულისხმობ და ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით სასამართლოს განხილვას, სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბერს მიმართა და ამ სარჩელით ითხოვდა, რომ სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც მეორეს მხრივ ამავე პარტიის მტკიცებით გახდებოდა საფუძველი ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის გაბათილებისთვის, რადგან ეს სარჩელი დიდწილად სწორედ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას და ამ დასკვნაში მოცებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა. თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობის სარჩელის განხილვის შემდეგ პირველი კოლეგიის 4 მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ არ მიეღო წარმოებაში პარტიის სარჩელი და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოსამართლეებს სამოტივაციო ნაწილში მითითებული აქვთ, რომ მსგავსი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ან ამ კომისიის მუშაობა არის პოლიტიკური საკითხი, რომელზე გადაწყვეტილებასაც იღებს საკანონმდებლო ორგანო, რაც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივას ცდება. მადლობა თამარ ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.